ფორმებს თვალსაჩინოს ხდის. სახვითი ხელოვნება 1788 წელი. პამფლეტები, სკულპტურები, გრაფიკული ნახატები. ყველა დროის კარიკატურამ თავისი კვალი დატოვა. საუკუნეების მანძილზე მხატვრები კარგად დაეუფლნენ ამ ჟანრს იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში. მათ შექმნეს სოციალური თუ პოლიტიკური კარიკატურა, რომელთაგანაც მრავალი წლის შემდეგ სატირული გაზეთი შარლი ებდო იშვა. მხატვრის კამილა ბესის ფანქრის მეგზურობით იმ ხელოვნების წიაღში ვიმოგზაურებთ, რომელმაც დროთა განმავლობაში ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. კარიკატურა ცალკე ხელოვნება. ლორან სტერიას ფილმი. მოგზაურობის პირველი ეტაპი ინგლისია. 1688 წელს აქ ცნობილი რევოლუცია მოხდა. მშვიდობიანი რევოლუცია. ტახტზე უილიამ ორანელი ავიდა. და ქვეყანა თავისუფლებისკენ გადადგმული უდიდესი და არნახული ნაბიჯის მომსწრე გახდა. მე-18 საუკუნის ინგლისში მართლაც იყო გარკვეული ფორმის თავისუფლება, რომელმაც ალბათ გააჩინა, ან ყოველ შემთხვევაში განავითარა ინგლისური კარიკატურა. ამ მხატვრობაში შეიქმნა ახალი ჟანრის გაჩენისთვის საჭირო ყველა წინაპირობა, როგორც პოლიტიკური თავისუფლების, ისე პრესის მნიშვნელობის ზრდისა და სახელმწიფო საქმეებისადმი არანაკლებ მზარდი ინტერესის სახით. ის თავს კარიკატურისტად არ თვლიდა, რადგან ბუნების გაზვიადებულად ასახვას არ ცდილობდა. მაგრამ ამჩნევდა, რომ ხანდახან ბუნება თვითონ არღვევდა საკუთარ ნორმებს და ამას ჰოუგართი სიამოვნებით გვიჩვენებდა თავის გრაფიკულ ნახატებში, გრავიურებსა და ზოგჯერ ფერწერულ ტილოებზეც. ავიღოთ თუნდაც მეძავის კარიერა, სურათების მთელი სერია, რომელიც შემდეგ გრავიურაზე გადაიტანა. ეს არის ამბავი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც ლონდონში ჩამოვიდა. მაგრამ მალე ქალაქურმა ცხოვრებამ გზას ააცდინა და საბოლოოდ უბადრუკ ყოფამდე მიიყვანა. ფიქრობამ ყველაფერში ჩანს სატირა, ან სულ მცირე დამცინავი დამოკიდებულება ყველაზე მდიდრისა თუ ყველაზე ღარიბის წესჩვეულებებისადმი. კარიკატურას, რომელსაც საშუალო დონის მხატვრობა აღიქვამდნენ, პატივისცემის მოსაპოვებლად დრო დასჭირდა. ჰოუგართის მერე მისი დონე ჯეიმს გილრეიმ აამაღლა. ამ მხატვარს მეტსახელად კარიკატურის პრინცი შეარქვეს. 1760-70-იანი წლებიდან კარიკატურა სპეციალობა ხდება და გილრეი თავისი ხასიათიდან გამომდინარე კარიკატურის გზას ირჩევს, რაც საშუალებას აძლევს ესთეტიკური თვალსაზრისით მაღალი ხარისხის სურათების შექმნას. შეიძლება ითქვას, გილრეი ცოტ-ცოტათი ყველაზე ილაშქრებდა და მეფის ოჯახსაც მისწვდა. კერძოდ ჯორჯ მესამის ოჯახს. შეუტია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უილიამ პიტსაც. გილრეი სავსებით ამართლებდა კარიკატურის ფროიდისეულ განმარტებას, რომ ეს არის ხელისუფლების დამხობის ხელოვნება. გილრეი ხელისუფლების ყოველგვარ ფორმას ებრძოდა. ეს მისთვის კრედო იყო. და როცა საფრანგეთის რევოლუციასაც მიადგა, ეს პატარა ვახშამი პარიზულად ახადა. სისხლიანი სცენა. სურათზე ვხედავთ ერთი ოჯახის წევრებს, წელსქვევით შიშვლებს, რომლებიც სუფრას უსხედა და ადამიანთა ალბათ ჩამომხრჩვალი ან თავმოკვეთილი არისტოკრატების სხეულის ნაწილებს კანიბალის სიხარბით შეექცევიან. სცენის ამაზრზენობას სურათში ჩაქსოვილი იუმორი ანეიტრალებს. მხატვრის ყველაზე საყვარელი სამიზნე ნაპოლეონია. ევროპის სხვა ქვეყნების კაპიტულაციის შემდეგ ამბიციურ იმპერატორს მხოლოდ ინგლისი გაუწევს წინააღმდეგობას.
გილრეი პატრიოტულ პოზიციას იკავებს და თავის სამშობლოს იცავს იმისგან, ვისაც არამდგრადი ფსიქიკისა და დიდი ამბიციების კაცად სახავენ. კაცად, ვინც საფრთხეს უქმნის წონასწორობას ევროპაში. ამიტომ გილრეიმ შექმნა სურათი Little Bonnie, ანუ პატარა ბონი. ბონი სიტყვათა თამაშია. ის ბონაპარტის კნინობითიცაა და ინგლისურად გაძვალტყავებულს ნიშნავს. ასე გვიჩვენა გილრეიმ როგორ იქცა ჩია კაპრალი ჯერ გენერლად და მერე საფრანგეთის იმპერატორად. საფრანგეთში გილრეიმ აქტიური რევოლუციონერის, ნეოკლასიკოსის ჟაკ ლუი დავიდის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. 1793 წელს დავიდმა ეროვნული ხსნის კომიტეტის შეკვეთა მიიღო და ამით ბრძოლა გამოუცხადა კონტრრევოლუციურად შერაცხულ სურათებს. მათ შორის ინგლისურ კარიკატურებს, რომლებმაც საფრანგეთამდე ჩააღწია. ამდენად დავიდმა შექმნა ორი კარიკატურა, ინგლისის მთავრობა და კოკათა ჯარი, რომლებშიც, როგორც ხედავთ, გარკვეული ელემენტები ინგლისური, კერძოდ გილრეის კარიკატურიდანაა გადმოღებული. მაგალითად, უწესობა, პერსონაჟთა სხეულის ნაწილების სიშიშვლე. ინგლისის მთავრობა კი წარმოდგენილია ურჩხულად, რომლის უკანალს ჯორჯ მესამის სახე აქვს და ეს სახე ფეთქებად ნივთიერებებს აფრქვევს. სურათმა ძალიან გააღიზიანა და შეაწუხა ინგლისელები, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი თავი დაბადებიდან თავისუფალ ადამიანებად წარმოეჩინათ. ასე რომ, დიდმა ნეოკლასიკოსმა მხატვარმა დავიდმა გარკვეული თვალსაზრისით კარიკატურასაც მოჰკიდა ხელი და ამით პატივი მიაგო ინგლისურ, კერძოდ კი გილრეის კარიკატურას. თუ გილრეი პოლიტიკოსებს ხატავდა, სხვა კარიკატურისტები წეს ჩვეულებებზეც ილაშქრებდნენ. კრუკშანკების ოჯახში, სადაც ყველა მხატვარია, მათი ვაჟით, ჯორჯით დაინტერესდი. ჯორჯ კრუკშანკმა ჯეიმს გილრეის ესტაფეტა ჩამოართვა. მას საკმაოდ გროტესკული სტილი ჰქონდა და ყურადღებას სახეებზე ამახვილებდა. ის ნამდვილ პორტრეტ შარჟებს ხატავდა და თავის ნახატებში ტექსტს შინაარსდებდა. ის ბრიტანეთის კულტურულ ცხოვრებაზე, კერძოდ კი ცეკვებზე ილაშქრებდა და ოდნავ დამახინჯებული სახეების მეშვეობით გვიჩვენებდა, რამდენად სასაცილო იყო ახალი ცეკვები, რომლებიც იმ ეპოქაში გაჩნდა. კრუკშანკს გაკრიტიკებას წყუროდა და თავის ნახატებში ამ წყურვილს იკლავდა კიდეც. ზომით მისი ნახატები თანამედროვე, გადაშლილი ჟურნალის ტოლი იყო. ამასთან ავტორი მათში მრავლად დებდა რაღაც წვრილმანებს, რითაც სურათს ერთგვარ რეალიზმს სცენდა და რომლებიც ცხადია სრულიად არარეალური და ასევე წარმოსახვითი იყო. მე-18 საუკუნის დასასრულს პრესაში ტექსტებზე ცენზურა გავრცელდა. მაგრამ ნახატებს ჯერ არ შეხებია, ამიტომ კარიკატურა ყველგან გაჩნდა. ის კარიკატურულ ნახატთა მაღაზიებში იყიდებოდა. შეგეძლოთ შესულიყავით და გეყიდათ, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა. ამ მაღაზიებს ვიტრინებშიც ჰქონდათ გამოფენილი. იქ იკრიბებოდნენ მოქალაქეები, სურათებს ათვალიერებდნენ, ხანდახან მწვავე კომენტარებსაც აკეთებდნენ, რასაც კამათი, ხელჩართული ჩხუბი და ბრბოების შეტაკებაც კი მოსდევდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ინგლისში შექმნილი სატირული შტრიხები გაუფერულდა. კარიკატურამ ლამაშის მეორე მხარეს იწყო ფეხის მოკიდება. საფრანგეთში კარიკატურა არსებობდა, მაგრამ ცენზურის გამო ჯერ კიდევ ძალიან ფრთხალი და უნაყოფო იყო. $1830 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამბოხება? არა, სერ, კარიკატურა. 1830 წლის ივლისში მოხდა რევოლუცია, რომელმაც შარლ მე-10 ჩამოაგდო და მის ნაცვლად დასვა ლუი ფილიპი, რომლისგანაც მეტ დემოკრატიულობას ელოდნენ და რომელმაც სიტყვის, ხატვითა აზრის გამოთქმის თავისუფლება დააკანონა.
ჟურნალ კარიკატურას მხატვარი და მენეჯერი შარლ ფილიპონი ხელმძღვანელობდა. ამ სრულიად ახალი ჟანრის ჟურნალში ყველაფერი სატირული და პოლიტიკური იყო. სწორედ მან შესწინა კარიკატურას უფრო მებრძოლი ტონი, მაგრამ ჟურნალს სულ მალე ყადაღა დაადეს. ეს ძირითადად იმ კარიკატურების გამო მოხდა, რომლებმაც მიზანში ლუი ფილიპი ამოიღეს. ხელისუფლება ვერ შეეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ლუი ფილიპის სატირისა და დაცინვის საგნად აქციეს. 1831 წლის დამლევს ფილიპონი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. რამაც რედაქცია კიდევ უფრო დარაზმა. ჟურნალი მეტად რადიკალური გახდა და იქცა რესპუბლიკელთა საბრძოლო იარაღად, რომლებიც რეჟიმის დასუსტებას ცდილობდნენ. უბრალო კალატოზის ტანსაცმელში წარმოდგენილი მეფე მეტისმეტი იყო. ჟურნალი სასამართლოს გადაეცა. პროცესი ეპოქალური აღმოჩნდა. ამ პროცესზე ფილიპონი თავისი საქმიანობის დემონსტრირება შეეცადა. მან მსაჯულების წინ გააკეთა ჩანახატები, ესკიზები, რომლებზეც 4 ეტაპი ჩანდა. პირველი ლუი ფილიპის პორტრეტს წარმოადგენდა. ბოლო კი მსხალს. მათ შორის იყო გარდაქმნის პროცესი. ლუი ფილიპის მსხლად გადაქცევა. ფილიპონმა სურათები მსაჯულებს უჩვენა და უთხრა: შეხედეთ, როგორ ჰგავს ეს მსხალი ლუი ფილიპს, ან ლუი ფილიპი ამ მსხალს. თუ იმისთვის მსჯით, რომ ასეთი ლუი ფილიპი დავხატე, მაშინ ყველა უნდა დასაჯოთ, ვინც ძირში განიერ და თავში წაწვეტებულ რაღაცას დახატავს. ანუ ვინც მსხალს დახატავს. შეიძლება ითქვას, რომ აბსურდით იმართლა თავი. ჩანახატმა მიზანს მიაღწია. მსხლის სახე მეორე დღიდანვე ამუშავდა. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა მართლაც რომ სწრაფად აიტაცეს ეს იდეა. ქუჩებში ჩანდა, რომ შედეგი საკმაოდ ახალისებდა გაზეთების მკითხველებს. ძალიან მალე პარიზის შენობების კედლებზე მომრავლდა გრაფიტი, რომელზეც ისეთივე მსხალი იყო გამოსახული. ანუ ლუი ფილიპი მსხლის სახით. იგივე ხდებოდა პროვინციებშიც. პოლიციამ პატარა პროვინციულ ქალაქებშიც მსხლის კარიკატურული გამოსახულებები იპოვა. ამდენად, მსხალი საძულელ რეჟიმთან რესპუბლიკელთა ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. კარდაკარ გასაყიდი ჩანახატებიდან იშვა გაზეთი, რომელიც ევროპისთვის ეტალონად იქცა. გაზეთი შარივარი, ანუ ყაყანი, რომელიც ფილიპორმა გამოსცა. გაზეთმა 100 წელზე მეტხანს იარსება. ეს იყო მსოფლიოში პირველი ყოველდღიური ილუსტრირებული სატირული გაზეთი. დღეში ერთი სურათის შექმნა გარკვეული გამოწვევა გახდათ. ეს იყო ექსპერიმენტების გაზეთი, რომელსაც შეეძლო ხანგრძლივი არსებობის იმედი ჰქონოდა. იგი იქცა საფრანგეთის სიმბოლურ გაზეთად, რომელმაც უცხოურ გაზეთებს სიახლეების დააგონა. კარიკატურისტთა შორის თავი ერთმა გენიოსმა იჩინა, ონორე დომიემ. ფილიპონმა ის ამ სურათის ნახვის მერე აიყვანა. დომიე ხელისუფლების გაუმაძღრობას ამხელს. სურათი პატიმრობად დაუჯდა. ამ სამსახურმა დომიეს პასუხისმგებლობა დააკისრა და ფილიპონის მიერ წახალისებული გატაცებით ხატავდა. მისი ნახატი გამოირჩეოდა გამომეტყველების ასახვით, მოძრაობების ასახვით, მაგრამ ყველაზე მეტად იმ არაჩვეულებრივი თავისუფლების ნიშნებით, რომლებსაც სხვა მხატვრებთან ვერ ნახავდით. იმათთანაც კი, ვინც შეიძლება დომიეზე ჭკვიანიც იყო და მუყაითიც. თავისუფლების გამოცხადებიდან 5 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ცენზურა კვლავ ამოქმედა. კარიკატურა გაქრა. შარივარი დარჩა. დომიე ყოფით თემატიკაზე აგებულ კარიკატურას აფარებდა თავს. სურათების სერია, რომელმაც დომიე დიდების შარავანდედით შემოსა, რობერ მაკერად იწოდება. ის პიესის პერსონაჟია, რომელიც 1820 წელს თეატრისთვის შეიქმნა. დომიემ და ფილიპონმა ეს პერსონაჟი სწორედ იმ პერიოდში აიტაცეს, როცა თეატრს პიესის დადგმა აეკრძალა, რადგან ცენზურამ მასში ხელისუფლების კრიტიკა დაინახა. დომიემ და ფილიპონმა გაამრავლეს მაკერი, რომელიც თაღლითი და ქურდი იყო. ესეც ხელისუფლების კრიტიკა გახდათ, მაგრამ ფარული კრიტიკა ცინიკური პერსონაჟის ჩვენების გზით. ორსეს მუზეუმი. ლორან ბარიდონი ხელოვნებად მცოდნეა.
დომიეს სკულპტურული ნამუშევრები გაცილებით ნაკლებადაა ცნობილი. 1832 წელს დომიემ თიხისგან ასეთი სკულპტურების წერწვა დაიწყო. ესენი გამოუწვავი თიხის სკულპტურებია, პოლიქრომები, რაც შეღებილს ნიშნავს. ესეც იშვიათი მოვლენაა ძერწვის ხელოვნებაში. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ იქნებოდა არა შესანახად, არამედ ესკიზებად. მოსამზადებელ სამუშაოდ კაცისა, რომელიც ცდილობდა იმ ეპოქის ენით, რომ ვთქვათ, სკულპტურული შარჟები შეექმნა. პარლამენტართა ბიუსტები. თავრობის 36 წარმომადგენელი. განსაკუთრებით ფრანსუა გიზო. აქ თავად აქვს შეწუხებული სახე, მაგრამ მეტსახელად შემაწუხებელ გიზოს ეძახდნენ. აქვე ვხედავთ შინაგან საქმეთა მინისტრს პერსილს, რომელიც ცენზურაზე აგებდა პასუხს. მის ხვირს ხშირად ხერხის სახით გამოსახავდნენ იმის ნიშნად, რომ მსჯავრდებულებს თავებს ჭრიდა. მაგრამ საინტერესო იმ გამომეტყველებათა შერჩევაა, რომლებიც დომიემ თავის პერსონაჟებს მისცა. ყველას ძალიან სახასიათო გამომეტყველება აქვს. მეტწილად დაღრეჯილი და ძალიან ბოროტის სახეები. ერთი სიტყვით, დომიემ თავისი პოლიტიკური მტრები წარმოგვიდგინა. ხალხი, რომელიც ცენზურას ამოქმედებს. ხალხი, რომელიც რესპუბლიკელთა ამბოხებებს ახშობს. აი სწორედ ამ პერსონაჟების გაკითხვა უნდოდა დომიეს. გამომეტყველების საფუძველი გიჟების ამბავია. 1832 წელს დომიე სემპელაჟიში იჯდა, ციხეში, რომელიც განსხვავებული აზრის მქონეთათვის იყო გამიზნული. მაგრამ საშელის ნახევარიც არ ჰქონდა მოხდილი, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად ეს სკულპტურები იქ დააგონეს შეურაცხადებმა, რომლებსაც დიდხანს უყურა 1832-1833 წლებში. ეს ნაშრომები ჯერ მის კარიკატურებს ასაზრდოებდა. შემდეგ მის ფერწერულ ტილოებს. დომიე თავის შემოქმედებას ვიწრო წრეს უზიარებდა. სხვები შემოქმედებით ვაჭრობდნენ. ახლა მუზეუმ კარნავალეში ერთ მოქანდაკეს ვეწვევით. ჟან-პიერ დანტანმა, რომელიც მისი კარიკატურული ავტოპორტრეტის სახით მიჭირავს, სპეციალურად კარიკატურული სკულპტურა ბიუსტ შარჟი აირჩია. თუმცა ამას სერიოზულ ოფიციალურ სკულპტურებზე მუშაობაში და შეკვეთების მიღებაში ხელი არ შეუშლია. პოლიტიკური კარიკატურა ჟან-პიერ დანტანს ძალიან ცოტა აქვს, რადგან ყველაფერზე მეტად მას თავისი ეპოქის ვარსკვლავები აინტერესებდა. მათ შორის იყვნენ ვიქტორ ჰიუგო, ცხადია მევიოლინე პაგანინი, კომპოზიტორი როსინი. დანტინისთვის ქანდაკება ამ ხალხის დაცინვის კი არა, მათ წრეში შესვლის გზა და სახელოვანი ადამიანების გაცნობის მეთოდი იყო. დანტანმა ხელი შეუწყო იმას, რაც ნამდვილ სკულპტურომანიად იქცა და ფრანგული კარიკატურა ხელოვნების დარგად აქცია. თავიდან კარიკატურა საფრანგეთის მსგავსად გერმანიაშიც მიჩქმალული იყო. მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა წლებში იჩინა თავი. 1848 წლის მარტში გერმანიაში რევოლუციური მოძრაობა დაიწყო. გაჩნდა სატირული გაზეთები. საფრანგეთთან გაცვლა-გამოცვლა გახშირდა. ქვეყნის ისტორიის მანძილზე თავისუფლების ქარმა პირველად დაუბერა. ბერლინში 30-ზე მეტი გაზეთი გამოდიოდა. ისეთი სახელწოდებებით, როგორიცაა ბერლინელი ბაქია, ბერლინელი მყვირალა და რაც მთავარია, კლადერადაჩი. ეს ონომატოპეაა, ხმაბაძვითი სიტყვა. როცა რაღაც ხმაურით დავარდება, გერმანელები იტყვიან ხოლმე კლადერადაჩი. სულ მალე, რამდენიმე თვეში, კონტრრევოლუციამაც იფეთქა, როგორც საფრანგეთში. პოლიტიკური გაზეთების მეტმა წილმა არსებობა შეწყვიტა, იუმორისტულმაც და სატირულმაც. ერთადერთი გადარჩა კლადერადაჩი. კლადერადაჩის მხატვართა შორის იყო ვილჰელმ შოლცი. სწორედ შოლცია იმ გენიალური გრაფიკული ნახატის ავტორი, რომელიც თითქმის მთელი ევროპის პრესამ გადაიღო. ბისმარკს ძალიან სწრაფად სვიოდა თმა.
უფრო და უფრო მეტად მელოდებოდა. შოლცმა ასეთი ფორმულა მოიგონა. ბისმარკი უდრის სამ ღერთმას. თუ ბისმარკს სამივე ღერი გასწორებული ჰქონდა, შვენიერ ხასიათზე იყო. თუ ერთი ღერი აშვერილი იყო, ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. ესე იგი, ცოტა უგუნებოდ ბრძანდებოდა. თუ ორი ღერი ყალყზე იდგა, უარესად ჰქონდა გაფუჭებული გუნება. და თუ სამივე ყალყზე იდგა, წყობიდან იყო გამოსული. შოლცი ყველაზე წვეტიან ისრებს ბისმარკის მოწინააღმდეგისთვის, ნაპოლეონ მესამესთვის ინახავს. შოლცმა შექმნა ნაპოლეონის სილუეტი, რომელიც მთელმა ევროპამ აიტაცა. მის სურათებზე ნაპოლეონ მესამე წარმოდგენილი იყო დიდი ღიბით, საცხენოსნო შექმნებითა და დიდი თავით, რომელიც საკმაოდ გავდა ნაპოლეონ მესამის თავს და თან გროტესკული არ იყო. ეს სილუეტი პრაქტიკულად კლადერადაჩის ყველა ნომერში ჩნდებოდა და ამდენად ის გაზეთი კლადერადაჩის მთავარი მტრის სამსახვალ ერთგვარ სტერეოტიპად იქცა. კარიკატურა ინგლისური იქნება ფრანგული თუ გერმანული, სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. იმ სათავეებს რომ ჩავწვდეთ, ლეონარდოს ეპოქაში უნდა დავბრუნდეთ. რენესანსის ეპოქა მნიშვნელოვანი პერიოდია კარიკატურისთვის, რადგან ამ ეპოქაში შეიქმნა სამი განმსაზღვრელი ფაქტორი. კერძოდ გამოიკვეთა ინდივიდუალიზმი, გაჩნდა პორტრეტი და გაჩნდა ნატურალიზმი. ადამიანის ინდივიდუალობა რომ დაინახო, ზედმიწევნით უნდა შეისწავლო მისი ფიზიკური თავისებურებების ყველა დეტალი. ლეონარდო და ვინჩი დაინტერესებული იყო ყოველი ინდივიდის თავისებურებებით. ამიტომ ყურადღებით აკვირდებოდა თითოეული მათგანის აღნაგობას, სახეს, გამომეტყველებას. აინტერესებდა სრულყოფილი სილამაზე, მაგრამ არანაკლებ აინტერესებდა ის, რაც ამ სილამაზისგან გადახრას წარმოადგენდა. მისი პორტრეტების ის ნაწილი, რომელიც სრულყოფილი სილამაზისგან ყველაზე მეტადაა გადახრილი, კარიკატურის საწყისად გვევლინება. ლეონარდო და ვინჩის ასეთი ესკიზები საქაღალდოში ჰქონდა შენახული. სხვა მხატვრები კი მაშინვე ადასტურებდნენ რა გზაც აირჩიეს. კვენტინ მასეისი დიდი პორტრეტისტია. ის სრულიად ჩვეულებრივ კლასიკურ პორტრეტებს ხატავდა. ჰერცოგის ცოლის ამაზრზენ პორტრეტს კლასიკური წესებით იწყებს. ანუ ზეთიანი საღებავით შესრულებული პორტრეტის 3/4 სკრუპულოზურადაა დახატული. ხედავთ მოაჯირთან მდგარ ქალს, რომლის ჩაცმულობისთვის ეპითეტის შერჩევა ალბათ გაგიჭირდებათ. დიდრულია თუ სასაცილო? სასაცილო, რადგან როცა მასეისმა ჰერცოგის მეუღლე დახატა, ქალის თავსაბურავი, რომელიც რქებიან ქუცგავს, ძალიან ძველმოდური იყო. ასეთებს 30-50 წლის წინ ატარებდნენ. ვინ გამოეწყობა პორტრეტის დასახატად ძველმოდურ სამოსში? ეს პორტრეტი პაროდიაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პაროდიაა, რადგან მოდელი სრული სიმახინჯია. ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე 1511 წელს ერასმუსი თავის ნაწარმოებში ქებას სისულელისა ეხება მოხუც ქალებს, რომლებიც თხებივით ან ძაღლებივით ყარან და მკერდ ჩამომჭკნარნიც განაგრძობენ სარკისცემ პუდრის წასმას. ეს არის თემა, რომელიც იმ პერიოდში მოდური იყო და კარგ ახანს დარჩა მოდაში, რადგან მე-18 საუკუნის დასასრულსაც გვხვდება. მაგალითად, გოიას ერთ-ერთ გრავიურაზე სახელწოდებით „Hasta la muerte“, ანუ სიკვდილამდე. ეს ქალი სიკვდილამდე საკუთარი სახის ანარეგლ სარკეში სიამოვნებით უყურებს, რადგან დაბრმავებულივით ვერ ამჩნევს სინამდვილეში რად იქცა. ვუბრუნდებით მე-16 საუკუნეს, როცა დამახინჯებულ სახეებს კიდევ ერთი მხატვარი იყენებდა. ჰიერონიმუს ბოსხი და მისი სიმბოლური ტილო ქრისტე ჯვრის ტვირთვისას. სურათის ცენტრში ვხედავთ ქრისტეს დახუჭული თვალებითა და ფერმკრთალი სახით. მისი ირგვლივ კი ამაზრზენ ადამიანებს, სისაძაგლის ამსახველ, ნადირისებრ სახებს, რომლებიც წვდიადიდან ამომძვრალებს გვანან. პერსპექტივის წესების დარღვევით დახატულ კოშმარის მსგავს მანებას, ხალხს, რომელიც ქრისტეს გარშემო ტრიალებს და რომელსაც იესო თითქოს ვერ ხედავს. ვის დასცინის ეს ხალხი?
ქრისტეს. ეს ქრისტეს დაცინვა. ცხადია ბოსხის მიზანი არ იყო სურათის მნახველებს ეფიქრათ, რომ მათაც შეეძლოთ ქრისტესთვის დაეცინათ. არა, პირიქით. ბოსხის განზრახვით სურათის მნახველებს უნდა ეფიქრათ, რომ ქრისტე შორს უნდა მდგარიყო ამ გროტესკული პერსონაჟებისგან. ამ საზიზღარი და მახინჯი ადამიანებისგან, იმათგან, ვინც ბოროტებისა და ცოდვის მხარე აირჩია. ხატვრის ეს განზრახვა იმაზე მეტყველებს, რომ კარიკატურის ენა ზოგჯერ ძალიან სერიოზულია და რომ სიცილს ხანდახან რაღაც კავშირი აქვს დემონთან, ცოდვასთან, ძალადობასთან, სისასტიკესთან და ასევე წამებასთან. ამ გროტესკის სამყაროში იტალიელმა მხატვარმა მანიერისტმა უნიკალური ჟანრი შექმნა. ეს მხატვარი ჯუზეპე არჩიმბოლდოა. თავისი ორმაგი პორტრეტებით. ავიღოთ იურისტის პორტრეტი. ეს გახლავთ მაქსიმილიანისი, სამეფო კარის სახელმწიფო მოხელე. კაცი, რომელიც ალბათ ბუნებისგან გახდათ დაჩაგრული. ამდენად სურათზე მის ცხვირს გაპუტული ქათმის კურტუმოს ფორმა აქვს. პირიქით წყლიდან ამოგდებულ სულთ მობრძავ თევზს მიუგავს. ასეთი სიმბოლოებით გამოსახული სახის ნაკვთები თანამდებობის პირისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა. ხატვის ეს მეთოდი ბევრმა გადაიღო. მეტწილად პროტოტიპთა გასაკითხად. მე-17 საუკუნეშიც გამოჩნდა მხატვარი, რომელმაც ეს მეთოდი აირჩია და პროფილში დახატა პერსონაჟი, რომელსაც ჰეროდე უწოდა. პორტრეტი ბავშვთა გვამებისგან შედგება. ამ ხერხით მხატვარმა აჩვენა, რისგან შედგება მისი პერსონაჟის სული. ეს არის ძალიან საშიში ხერხი, რომელიც კარიკატურისტებმა გადაიღეს. მათ შორის ნაპოლეონის წინააღმდეგ განწყობილმა მხატვრებმაც. მაგალითად ცნობილია გერმანული კარიკატურა, რომელიც ნაპოლეონის ომების დროს ბრძოლის ველებზე ნანახი გვამებისგანაა შედგენილი. მივუბრუნდეთ მე-19 საუკუნეს. საფრანგეთში კარიკატურა მხატვრობის რანგამდე ადის. თუმცა სისტემატურად ხდება ცენზურისა და მისი მაგრადლის მსხვერპლი. ჟურნალის მხატვარმა და კარიკატურისტმა ანდრე ჟილმა პირველმა უწოდა ცენზურის ამ საოცარ განსახიერებას ანასტასია. პერსონაჟი ეჟენსიუს რომანიდანაა გადმოღებული. ეს არის ბუზღუნა კონსიერჟი, რომელიც ყველაფერში ცხვირს ყოფს. ყველაფერში ეჩრება და ყველა საქმეს აკეთებს. იმასაც კი, რაც მისი საკეთებელი არ არის. ყოველთვის, როცა ცენზურა ამოქმედდებოდა, იქმნებოდა sapasukho ხუმრობა. ცენზურის წინააღმდეგ მიმართული ხუმრობა. მით უფრო თუ საშუალება ოდნავ მაინც არსებობდა. 1835 წლიდან ეს ხუმრობები მომრავლდა, რადგან რაც მეტად კრძალავდა ცენზურა გარკვეული რაღაცების ასახვას, მით ნაკლებად კრძალავდა თვით ცენზურის ასახვას. 1891 წლის 29 ივლისის კანონი. 1891 წლის 29 ივლისს პრესამ ამოისუნთქა, რადგან გამოვიდა კანონი პრესის თავისუფლების შესახებ. საფრანგეთი ამ ვითარებაშიც კი შეძრა ერთმა საქმემ. დრეიფუსის საქმემ. 1894 წელს საფრანგეთის ჯარის კაპიტანი სახელმწიფოს ღალატისთვის გაასამართლეს. აჟიოტაჟი გამოიწვია ემილ ზოლას სტატიამ ბრალს ვდებ. დაპირისპირებას, რომელმაც საფრანგეთის შუაზე გაყო, ერთი კარიკატურა თანსდევდა. აღსანიშნავია ორი გაზეთი. პირველი PSST, რომელიც ფორენმა დააარსა და კარენ დაში. იმ ეპოქაში ძალიან ცნობილი ორი მხატვრის მიერ დაარსებული. დრეიფუსისადმი ორივე მტრულად იყო განწყობილი, რადგან ორივე ანტისემიტი გახდათ. გაზეთი იმ პერიოდში დააარსეს 1898 წელს. მალევე გამოუჩნდათ მოწინააღმდეგე მხატვრები, რომლებმაც თქვეს ეს ორნი კარიკატურის ჩემპიონები არიან, მაგრამ არ შეიძლება საჯაროობის ტრიბუნა მარტო მათ დავუთმოთო და შეეცადნენ იმავე ტრიბუნიდან ეპასუხათ გაზეთით, რომელსაც სასტვენი დაარქვეს. ეს ორი გაზეთი ერთმანეთს ეპაექრებოდა, მაგრამ PSST-მ უაღრესად გაუზარდა ნახატებს შანსი პოლიტიკური ანალიზის როლი შეესრულებინათ.
ამ სურათზე ვხედავთ ებრაელს, რომელსაც წინ ნიღაბი აქვს. ნიღაბი ებრაელს არ ჰგავს და არც არის. ის ემილ ზოლას სახეა. ებრაელისა და ნიღბის უკან დგას პრუსიელი, რომელსაც ორივე ხელთ უპყრია. ავტორს სურდა ეთქვა, რომ ეს ხალხი, ეს დრეიფუსის გუნდი, ორ პირობს და მათი სიტყვების მიღმა საფრანგეთის მოწინააღმდეგე ძალების დაცვის სურვილი იმალება. კარიკატურა ებრაელის ასეთი სტერეოტიპის ჩვენების ერთადერთი საშუალება იყო. ფოტოგრაფია ამას ვერ ახერხებდა. კარიკატურა კი ამ სტერეოტიპს ასაზრდოებდა. მტკიცე და აღბეჭდავდა მოსახლეობის იმ ნაწილის გონებაში, რომელიც ყველაფერს ადვილად იჯერებდა. გერმანიაში კარიკატურა სრული სვლით ვითარდება. 1880 წლიდან მას ოქროს ხანა დაუდგა. სატირული პრესის ცენტრად მიუნხენი იქცა. იმ დროს მიუნხენში 1000-ზე მეტი მხატვარი ცხოვრობდა და 60-ზე მეტი ჟურნალი დაარსდა. მათგან ორმა, იუგენდმა და სიმპლიცისიმუსმა, მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. სიმპლიცისიმუსი ერთსა და იმავე დროს პოლიტიკური სატირის ჟურნალიც იყო და სოციალური კრიტიციზმისაც. მასში უხვად იბეჭდებოდა კარიკატურები, რომლებიც ღატაკებს, მუშებსა და მიტოვებულ ქალებს ასახავდა. თომას თეოდორ ჰაინე ერთ-ერთი წამყვანი მხატვარი იყო. ამასთან არა მხოლოდ ხატავდა, არამედ ნახატებზე დასართავ ტექსტებსაც წერდა, რასაც სხვა მხატვრები არ აკეთებდნენ. სწორედ ჰაინეა იმ წითელი, კბილებ დაკრეჭილი ბულდოგის ავტორი, რომელიც ჟურნალ სიმპლიცისიმუსის სიმბოლოდ იქცა. ამ ჟურნალმა, რომელიც მსუბუქი, მაგრამ მაინც ეროტიკული ნახატებით იყო განთქმული, იმპერატორზეც გაილაშქრა, თუმცა ძვირად დაუჯდა. 1898 წელს სიმპლიცისიმუსში გამოქვეყნდა სურათი, რომელზეც იმპერატორი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილედ იყო გამოყვანილი. მაშინ იმპერატორი ვილჰემ მეორე მთელ თავის სამეფო კართან ერთად პალესტინაში სამოგზაუროდ იყო წასული და აცხადებდა, რომ მუსულმანები მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ცხადია, ვილჰელმი მიხვდა, რომ ამ სურათით ინდივიდი კი არა, დიდი და ძლიერი იმპერიის, გერმანიის იმპერატორი აიგდეს სასაცილოდ. ამ სურათის შექმნა დანაშაულად შერაცხეს. რაც სურათის ავტორს ჰაინეს 6 თვიან პატიმრობად, ჟურნალს კი ჯარიმად დაუჯდა. გესლიანი კარიკატურა. საფრანგეთში ბრუნდებით. მიშელ დიქსმიე კოლექციონერი და მრავალი ნაშრომის ავტორია. მის თაროებზე კილომეტრობით ძველი ჟურნალები აწყვია. მათ შორისაა ყველაზე გესლიანი ჟურნალი ლასიეტ ობერ, ანუ ქერის ორმო, რომელიც 1901 წელს დაარსდა. 1891 წლის კანონმა ფრანგულ პრესას თავისუფლად სუნთქვისა და საოცარი წინსვლა განვითარების საშუალება მისცა. მომდევნო 30 წელს ფრანგული პრესის ოქროს ხანად მოიხსენიებენ. განვითარება გამოიხატა ტირაჟის მნიშვნელოვან ზრდასა და გაზეთების სახელწოდებათა რიცხვში. ილუსტრირებული პრესა სურათებით იყო სავსე, მაგრამ ცხადია ის სურათები ნახატები გახდათ და პრაქტიკულად ყველა გაზეთში იბეჭდებოდა. იქნებოდა ეს რელიგიური გაზეთი, ლიტერატურული, პოლიტიკური თუ, რა თქმა უნდა, სატირული ან იუმორისტული. ლასიეტ ობერი მხოლოდ ნახატებისგან შემდგარი 600 ნომერია. არსებობის 11 წლის მანძილზე შექმნილი 11,000 შემტევი ნახატი. რედაქტორმა გადაწყვიტა შეექმნა ჟურნალი, რომელიც სუსტ ძლიერისგან დაიცავდა და საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტით დაინტერესდებოდა.
შედეგად მიიღეს ჟურნალი, რომელიც ხან იუმორისტული იყო, ხან სარკასტული, ხან დაღვრემილი, მაგრამ ნამდვილად არ იყო ის, რისკენაც მისი კონკურენტი იუმორისტული ან სატირული ჟურნალები ისწრაფოდნენ. არასერიოზული სალაზღანდარო ჟურნალი La Sietoberi დაინტერესებული იყო პოლიტიკური სფეროს რთული თემებით, მაგალითად ანტიმილიტარიზმით, კლასობრივი ბრძოლებით, კოლონიზაციით. ამ ჟურნალისთვის კიდევ ერთი რამ იყო სახასიათო. La Sietoberi ხაზგასმით ევროპული ჟურნალი გახდა და ამასთან შორეული ქვეყნებისთვის გათვლილიც. სისტემატურად ამხელდა სისხლის მღვრელ რეჟიმს, ისეთს როგორიც რუსეთსა და თურქეთს ჰქონდათ, ან სასტიკ ხელისუფლებასა და ანარქისტთა მიმართ გატარებულ რეპრესიებს, მაგალითად ესპანეთში. ჟურნალი ისეთი ტონით ეხებოდა პოლიტიკურ თემებს, რომლებიც ხალხს ფიქრისკენ უბიძგებდა. ნიკოლას მელტი ხელოვნებად ცოდნია. ფიქრობ ეს რაღაც თვალსაზრისით მეტაფორაცაა, ძალიან ძლიერი პერსონაჟია. ჟურნალის 200 მხატვარს შორის დიდ მხატვართა გვარებსაც ვხვდებით. პირველ რიგში ფრანტიშეკ კუპკას, წარმოშობით ჩეხს, რომელიც აბსტრაქტული ფერწერის ერთ-ერთ პიონერად იქცა. მაგრამ თავისი ტრილოგიით მშვიდობა, რელიგია და ფული ამ ჟურნალში საკმაოდ გესლიან გრაფიკოსად მოგვევლინა. წმინდა სტილისტური თვალსაზრისით ასეთ ნახატებში ყველაზე საინტერესო სოციალურ ფენათა დაპირისპირებაა. აქ კუპკა გვიჩვენებს, რომ ხატვა სახელოსნოში ისწავლა და საკუთარი თავი გამოსახული ჰყავს სამოსში, რომელიც აშკარად პროლეტარულია, ხოლო მისი პოზა აკადემიური. აქ კი კუპკას გამოსახული ჰყავს სამხედრო პირები, საზიზღარი სახეებით, მაგრამ ეს სამხედრო პირები თოჯინები არიან, ვიღაცის მარიონეტები. მათ უკან ვხედავთ სხვა არსებებს, საშინელ ურჩხულებს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ნიანგი, ლომი და არწივი ჯარს ხალხის ჩაგვრას აიძულებენ. სახელოსნოებში შეძენილი ცოდნა კუპკას პრესაში მუშაობისას ძალიან გამოადგა. განსხვავებული სული შთაბერა მის ნახატებს და ავტორს მისცა ის გაქანება, რომელიც La Sietoberi's სხვა მხატვრებს არ ჰქონდათ. ეს ნამდვილი ფერმწერის ნახატია. მასში ჩანს ოსტატობა, რომელიც კარიკატურის სამსახურში იდგა. ფელიქს ვალოტონი შვეიცარიელი მხატვარია, რომელიც ცნობილია გრავიურებით. ერთი ნომერი მთლიანად ვალოტონმა გააკეთა. ჩვეულებრივ ნომრებზე ცოტა უფრო სქელი, 24 გვერდიანი. 24 ფერადი ლითოგრაფია. ამ ნომერს სხვა სათაური მისცა. ისიც ირონიული, რადგან ირონია მისი საფირმო ნიშანია, დანაშაულები და სასჯელები. თუმცა ნომერში წვრილმანი კანონდარღვევები იყო ნაჩვენები და არა ნამდვილი დანაშაულები. მაგალითად, აქ ვხედავთ სამხედრო ტრიბუნალს. ბრალდებული არც კი ჩანს. ის კადრს მიღმაა. სურათზე მოჩანს მხოლოდ სიბრიყვე, თავდაჯერებულობა და ბოროტება ტრიბუნალისა, რომელმაც მეტად მკაცრი განაჩენი გამოიტანა. ვალოტონის ჩანაფიქრით ნახატის აზრიდებს მუდმივ დაპირისპირებაში ჩაგვრის ობიექტებსა და ჩაგვრელებს შორის. დაჩაგვრული წვრილმანისთვის ისე ისჯება, როგორც დიდი დანაშაულისთვის. ჩაგვრელს კი ყველაფრის უფლება აქვს. ეს არის მისი გრავიურების სტილთან მიახლოებული სტილი. მის კონტურებში რაღაც უბრალოება ჩანს. მართალია ჟურნალ La Sietoberi's მხატვრული სახის მიმართ თავისი მოთხოვნები მკაფიოდ ჰქონდა განსაზღვრული, მაგრამ ვალოტონისთვის კარიკატურა თვითგამოხატვის პლატფორმა იყო. კარიკატურის მხატვარს ერთგვარი თავისუფლება აქვს, ისეთი, როგორიც 1900 წლისთვის ფერწერას ჯერ გათავისებული არ ჰქონდა. ვალოტონი თავის აზრს გამოთქვამდა მხატვრული ხერხებით, რომლებიც ფერწერის ხერხებს ნამდვილად არ ჰგავდა. La Sietoberi's ფურცლებზე გვალის სხვა მხატვრებმაც დატოვეს. მაგალითად ძალიან შემტევმა გრანჟუანმა. ან სტეინლენმა, თავისი მძაფრი შტრიხებით. აგრეთვე ჟუსომ, რომლის ნახატები ყოველთვის აქტუალური იყო.
არსებობს ჟოსოს ერთი ნახატი, რომელიც 1902 წელს დაიბეჭდა ლასიეტ ობეღის ამ შესანიშნავ ნომერში. ეს ნახატი 1999 წელს კარდონმაც გამოიყენა და შექმნა ახალი ილუსტრაცია ერთ-ერთი გაზეთისთვის. 1902 წლის სურათზე ავტორი ანუ ჟოსო ამხელდა ზოგიერთ ჩაგონებას, რომელსაც ბავშვები გამოლენჩებამდე მიჰყავს. ღუდლების ჯგუფი ჯოხით მიერეკება ბავშვებს, რომლებიც როგორც აქ ხედავთ, ბატებად ქცეულან. კარდონმა ჟოსოს სურათის რეპროდუქციის გაკეთება დააპირა, მაგრამ კოლეჯებში თავსაფრების ტარება მოითხოვეს, ამიტომ ღუდლების ჯგუფი მოლების ჯგუფმა შეცვალა. ბატების ჯგუფი კი იგივეა. ოღონდ თავსაფრები ახურავთ. თუ ზოგი მხატვარი კარიკატურას თავის გატანის საშუალებად თვლიდა, ბევრისთვის ასეთი ჟურნალი შემოქმედებითი საქმიანობისთვის ზედგამოჭრილი იყო. 1914 წელი. ზოგიერთმა სატირულმა გაზეთმა ბრძოლის დაწყებისთანავე არსებობა შეწყვიტა. ომი დაიწყო. ფანქრები ხიშტებმა შეცვალა. და კარიკატურამ მიზანში თავისი მტერი, გერმანია ამოიღო. ვილჰელმ მეორე, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე კარიკატურის მთავარი პერსონაჟი იყო, ახლა სისხლის მსმელ ბარბაროსად იქცა. მაშინ, როცა გერმანელ ჯარისკაცს მშიერს აომებდნენ და რომელიც ომის შეწყვეტას მალე თვითონ მოითხოვდა. ამდენად მისი არ ეშინოდათ. ასეთი მიდგომა საფრანგეთის უპირატესობის შეგრძნებას აჩენდა. ხატვრისა და ფრანგი ჯარისკაცის უპირატესობას მტერზე, რომელსაც უვარგის სამხედროებად სახავდნენ. მხატვარმა სტატუსი შეიცვალა. უბრალო გრაფიკოსი იქცა გმირად, რომელიც თითქოს და სიმართლეს ყვებოდა. ჯარისკაცებზე კი ომი მძიმედ გადადიოდა. ლე კრაპოიო მათ იმედად იქცა. ლე კრაპოიო უკიდურესად სასტიკი ტექსტებით პასუხობდა იმ პროპაგანდას, რომელსაც პრესა ეწეოდა. ამხელდა მის სიცრუეს, როცა ომს აღწერდა და ამტკიცებდა, რომ გერმანელ ჯარისკაცს არ ჰქონდა ვაჟკაცობა და სამხედრო მომზადების თვალსაზრისით საჭირო სიმაღლეზე არ იდგა. ეს უაზრო სიცრუე იყო, რადგან ფრანგები ამ ჯარისკაცებს წლობით ებრძოდნენ და ვერ ამარცხებდნენ. ასე რომ გერმანელთა დაკნინება აღარ ჭრიდა. ამ დროს დაარსდა გაზეთი კანარ ანშენე. ეს გამოცემა პროპაგანდას აკრიტიკებდა. კანარ ანშენე ცენზურას გვერდ სარკაზმით უქცევდა. ბრძოლა გერმანიაშიც მიმდინარეობდა. იმპერატორს ზურგს უმაგრებდნენ. სიმპლიციმუსმა, რომელიც აქამდე ფრანგული კულტურის დიდი მეხოთბე იყო, თავიდან ბოლომდე დაამსხვრია ძველი ტენდენცია. მის ფურცლებზე გამოჩნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, რომელმაც შუბით განგმირა მიწაზე გართხმული მარიანა. ანუ საფრანგეთი, მასთან ერთად რუსეთი და ინგლისიც. რუსეთი აქ დათვის სახითაა წარმოდგენილი. ინგლისი კი ნიანგია. ამრიგად, გაზეთმა ფანქრის მეშვეობით ომი გამოუცხადა ამ ქვეყანას. ეს სურათი დამოკიდებულების შეცვლის ეტაპია. გერმანიაში, საფრანგეთისგან განსხვავებით, მოწინააღმდეგეს არ აკნინებენ და კაიზერის ჯარს განადიდებენ. კარიკატურას სხვა სამიზნე გაუჩნდა. უწინარესყოვლისა, მათში ფრანგული არმიის უკიდურესად დამახინჯებულ სენეგალელ ჯარისკაცებს ხედავთ. ომის დროს ეს იყო კარიკატურების ერთ-ერთი მთავარი თემა. ამგვარად ისე ჩანდა, თითქოს მთავარი მტერი სენეგალელი ჯარისკაცები იყვნენ. მაიმუნების მსგავსი, სიზულვილით სავსე ადამიანები. ამ მიდგომის სათავე უნდა ვეძებოთ 1870 წლის ომში, რომელშიც კოლონიებიდან ჩამოყვანილი შავკანიანი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. გერმანულ კარიკატურას ეს სათავე უკვე ნაპოვნი ჰქონდა. ამ არეულ ეპოქაში სატირული კარიკატურის ვარსკვლავი ეშვა და ომის დასრულებისთანავე გაქრა. ლუი რემეკერსი კლასიკოსი მხატვარი იყო და ჰოლანდიაში მუშაობდა, პრესაში. დედა ჰოლანდიელი ჰყავდა, მამა გერმანელი. ამასთან ფრანგული კულტურის წარმომადგენელიც იყო და ცხადია იმას ხატავდა, რასაც ხედავდა.
ეს იყო მისი კონცეფცია მიმდინარე ომის თაობაზე. თავდაპირველად რემეკერსი მუშაობდა როგორც ნეიტრალური, მაგრამ გერმანიის მიერ შერისხული მხატვარი. მალე მოკავშირეთა ბანაკის, მოკავშირეთა სამყაროს მხატვარი სიმბოლო გახდა. მეტიც, საკუთარი პროპაგანდის ინსტრუმენტად აქცია ინგლისმა, რომელსაც საფრანგეთზე გაცილებით ორგანიზებული პროპაგანდა ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ რემეკერსი ამაღელვებელი, დრამატული და სულის შემძვრელი სურათებით ამერიკისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ აზრს ომში ჩაბმაზე დაიყოლიებდა. 1928 წლის ნოემბერში დიდი მსოფლიო ომი დამთავრდა. კარიკატურამ, რომელიც ხოცვა ჟლეტის მონაწილეებს ასე აქეზებდა, სიამაყე დაკარგა. მხატვრობაში ახალი მიმდინარეობები გაჩნდა. გაჩნდა მხატვართა ახალი შტო. ისინი, ვისთვისაც პირველი მსოფლიო ომი უფსკრულის გაჩენა, ნამდვილი კატასტროფა იყო. ჟორჟ გროსიც მათ რიცხვს განეკუთვნებოდა. გროსი რევოლუციურ, ანტიმილიტარისტულ თუ ბურჟუაზიისა და ნაციონალიზმის წინააღმდეგ მიმართულ სურათებს ხატავდა. დიახ, ამ ყველაფერს თავის კარიკატურებში კიცხავდა. ჟორჟ გროსი იმდროინდელი გერმანული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი იყო. კარიკატურები სასამართლოს ფასად უჯდებოდა. კერძოდ ეს ჯვარცმული ქრისტე, რომლითაც გროსმა ომის უაზრობა ამხილა. ამ პერიოდის საფრანგეთში პრესა შედარებით ნაკლებ პატივისცემაშია და კარიკატურის რანგთან მიმართებაშიც ცვლილებებია. მხატვრებისგან მხოლოდ კარიკატურას აღარ სჭერდებიან და გაზეთის სადავო პრესტიჟის გაზრდასაც ითხოვენ. მაგალითად, აქტუალურ მოვლენებზე კომენტარისა და ამ მოვლენათა წინასწარ განჭვრეტის გზით. ამ ყველაფერმა მხატვრის სტატუსი არსობრივად შეცვალა. ომამდე კარიკატურისტი ხალხის გამხდომი იყო ომის დროს გმირი. ომის შემდეგ კი მხატვრების გარკვეული რაოდენობა ჟურნალისტად იქცა. თუნდაც ჟან სენები, კაცი, რომელსაც მემარჯვენე მხატვარი უფრო ეთქმოდა, მაგრამ პარლამენტის ჟურნალისტის ტიპის კარიკატურისტი იყო, რომელიც ფულს აქტუალური საკითხების გაშუქებით უფრო შოულობდა, ვიდრე რაიმე იდეოლოგიის გატარებით. ხსენებულ ეპოქაში მაინც იყვნენ მხატვრები, რომელნიც ფილიპონისა და დომიეს ტრადიციებს იზიარებდნენ და აგრძელებდნენ. ასეთი მხატვრები შეიძლება ან კომუნისტების მხარეს აღმოჩენილიყვნენ, ან ულტრამემარჯვენეების. ჩვენთან გაჩნდა ულტრამემარჯვენე მხატვრობა, რომელმაც 1940-44 წლებში იჩინა თავი. ნაციონალიზმის გაძლიერებასა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად კარიკატურა ხელმეორედ შეერწყა პროპაგანდას და ტოტალიტარული რეჟიმის სამსახურში ჩადგა. 1933 წელს სოციალ-დემოკრატიულმა, კომუნისტურმა და მემარცხენე ლიბერალურმა ჟურნალებმა მუშაობა შეწყვიტეს. სიმპლიცისიმუსმა კი არსებობა განაგრძო და ამით განაცხადა: მზად ვარ ჰიტლერის რეჟიმს ვემსახუროო. ჯერ კიდევ ვაიმარის რესპუბლიკის დროს გამოდიოდა ჟურნალი სახელწოდებით შტურმერი. ეს იყო დიდი ტირაჟის მქონე ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც მთელ გერმანიაში ამაზრზენი კარიკატურებისა და პროპაგანდის მეშვეობით ანტისემიტურ განწყობას ავრცელებდა. ომმა გერმანიის სატირულ ჟურნალებს წირვა გამოუყვანა. პრესა დიდი გაჭირვებით გაიმართა წელში. მხატვრები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუმორსა და მსუბუქ აქტუალურ საკითხებზე გადაერთნენ. ფოტოსურათთან კონკურენციაში ნახატმა მონოპოლია დაკარგა. კონტურები შეიცვალა.
მე-20 საუკუნე უნდა დამდგარიყო, რომ ნახაც დომიეს გავლენისგან თავი დაეხსნა. განთავისუფლებული იყო იმ გრაფიზმისგან, რომელიც აკადემიური ნახატის ჩარჩოებშია მოქცეული. 1945 წლის შემდეგ მხატვრებმა ექსპერიმენტებს მიჰყვეს ხელი. ეს იყო ვიზუალური და გრაფიკული ექსპერიმენტები, გამარტივებისა და სქემატურობის მიმართულებით. როცა კანარა ანშენეს ან სხვა ჟურნალების კარიკატურებს ვათვალიერებთ, გვხვდება სურათები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრესისთვის სატირული სურათის ხატვა გეომეტრიული ფორმებითაც შეიძლება. პარიზი, გაზეთ სინემანსუელის რედაქცია. ფრანგული პრესა ხანგრძლივი ლეთარგიული ძილიდან მხოლოდ 1968 წლის მოვლენებმა გამოარკვიეს. ეს პოლიციური რეჟიმია, ფაშისტებისა და რეაქციონერთა რეჟიმი. სინემ იმ ეპოქის ერთ-ერთმა უკანასკნელმა მხატვარმა ის მოვლენები ფანქრით ხელში გადაიტანა. მან გამოაქვეყნა ცოფიანები. მართლა გაცოფება იყო. ყვირილის სურვილი. გვინდოდა ქუჩაში ხალხთან ერთად ყოფილიყავით და ჩვენი სიხარული გამოგვეხადა. გვიხაროდა, რომ ვანგრევდით საფრანგეთის ამ ძველ ცივილიზაციას, რომელიც ძირ გამომპალი იყო და მალე ჩამოინგრეოდა. მართლა მჯეროდა, რომ ბურჟუაზიის საძირკველს დავანგრევდით. ოცნებებში დავფრინავდი. არადა მაშინ არც ისე ახალგაზრდა ვიყავი. სადღაც 40 წლისა გახდით, მაგრამ მაინც ადვილად ამიტაცა იმ სიხარულმა, ცრუ სიხარულმა. ხოლო სურათი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემი დახატული არ არის. ვილემისაა, ის გენერალი დე გოლი, რომელიც ლათინური S-ის ფორმის ორი ყავარჯნით, ანუ SS-ით დადიოდა, რაც ცხადია მეტისმეტი იყო. ყველაფერი, რასაც იმ პერიოდში ვაკეთებდით, გაზვიადებული იყო. კიდევ ერთი ჟურნალი გამოჩნდა ასპარეზზე. ჰარაკირი, სულელური ბოროტი ხუმრობებით. პოლიტიკის ფანი ვიყავი. მაშინ თავს პოლიტიკურ მებრძოლად უფრო ვთვლიდი, ვიდრე მხატვრად. ისინი კი არა. მათთვის ეს ყველაფერი კარგი რა მაიმუნობთ იყო. არხეინი, ჩასუქებული ბიჭები გახდნენ. მე კი ცოტა არ იყოს ასეთი ფშუტი კარიკატურა მაღიზიანებდა. არ მიზიდავდა ხუმრობა ხუმრობისთვის. მინდოდა ხალხი გამეცინებინა, მაგრამ თანამედროვეობის სისასტიკეთს მეჩვენებინა. 1970 წელს დეგოლის გარდაცვალების მაუწყებელი ამგესლიანი ერთიანის გამო ჰარაკირი დახურეს. შემდეგ კვირაში გაჩნდა შარლი ებდო. ძალიან დიდხანს ითვლებოდა, რომ კარიკატურა მთავარ როლს ასრულებდა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ფუძემდებლური და ისტორიული მოვლენების გარკვეულ ნაწილს კარიკატურები ახლდა. ადამიანები, რომლებიც ხსენებულ მოვლენებს შეესწრნენ, გამოიწვიეს ან გადაიტანეს ყურადღებას კარიკატურებზე ამახვილებენ და ამბობენ: შეხედეთ ამ სურათებს, პასუხისმგებლობა აკისრიათ. კარიკატურა მხატვართა კამათის მამოძრავებელ ძალად იქცა. არსებობდა ლითოგრაფიის მეშვეობით დაბეჭდილი სურათები, რომლებსაც შეეძლოთ კონკურენცია გაეწიათ ან ეჯობნათ კიდეც ჩვეულებრივი მეთოდით შესრულებული ნახატებისთვის. ამ სურათებმა ოფიციალურ მხატვრობას წიხლი ამოჰკრეს და ჩვენი შეხედულებები შეარყიეს. მათი თანხლებით საზოგადოების შეხედულება და თვალთახედვა სურათებზე უკეთესობისკენ შეიცვალა. იქ, სადაც გაკიცხვის თავისუფლება არ არსებობს, ქებისგან სიამოვნებას ვერ მიიღებ. ახმოვანებდნენ ანი ზამბახიძე და სოსო ხვედელიძე. გახმოვანების რეჟისორი ფიქრიანი კაპაძე. გახმოვანებულია პირველი არხის მიერ.